მოდი מחר revelation-ი მე გადავდოთ მე დავიწყებ ამჯერად. გამარჯობა მეგობრებო, ფუ პოდკასტი კვლავ გიბრუნდებათ. დღეს ხუთშაბათია, მეკითხებით ხოლმე როდის დაიდებაო და ხუთშაბათს იდება. სულ არქანა מחר ჯერ წარმოადგინოთ ჩვენი სტუმარი. ლევან საკინაშვილი გვეწვია, ხალკი. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა გველოდება. გამარჯობა ლევან. იმიტომ რომ კარგი მოსაუბრე ხარ შენ. გამარჯობა. מחარას აქვს ახალი კბილები. აი Wall Street-ის გამოიღეთ შუბილი ვიყო, გამოიღეთ. Wall Street-ის მგელში რომ ჯონა ჰილს აქვს, აი დაახლოებით ეგეთი კბილები. ჯონა ჰილს ვინ არის? ჩვენი ახლობელი თუთყ აუცილებელია რომ ფილმში ვიღაცას უბაყუნებდნენ? აბა? კაი, გიორგი, რა თემებზე მოვაყავ? ხმები რატო ხმა შეეცვალა არა, თქო რომ აი სხვანაირი ხმა აქვს. დაგიბოხდა უფრო. უფრო დასერიოზულად კიდევაც, უფრო ეხლა გაყუჩებული მაქვს ჯერზე დამხარე რომ მომირჩება. მე ალბათ შევძლებ უკვე ასო, მაგრამ შეყ***ს გამოთვით ვიძახი მაგაზე. არა, უკვე აი რაღაცა მე მგონი აი საერთო კაცი მოკვდა, რაც იყო. დაიკარგა. უკვე აღარ განმეორდება. აი ეს შიყვარა კბილები მქონდა რომ დავიწყე დინახული. არა, აი ვეღარ აღიქვა מחר. ეხლა პოსტა რაღაც რესტავრაცია გავიკეთე. უკვე დაჟე ეხლა რომ რაღაცა შემაგინო ან რაღაცა მითხრა, გამიტყდება უკვე. შეგიძლია კბილებზე მეღადაო ეხლა, იმიტომ რომ შენ ხო ყავს ძმა და მე შენ ძმის ფასის კბილები მაქვს. ჩემი ძმა შეუფასებელი. ეგ შენთვის თორე ეს ისე ლაპარაკობს ეს კბილები დიხანი არ შერჩება. სწორი შენიშვნა იყო. შენი ძმა 500 ლარი თუ არ გავყიდე. იმიტომ არ ქონდა იქამდე კბილები, რომ ეგრე ლაპარაკობდა და რა מחר ახალია მაინც და მოუხდიდნენ. ხა უნდა გატესტო მითხეს, რომ აი რაღაც ღიპიშები აქეთ. აი ხო შენ ლევან რა შვები? შენ კბილებზეც მოვასწრებ აი ხა სტუმარია საინტერესოა ხა როგორ ლევან რა იმენა რა შვები? ეხა რა შვები და ეხა დავიწყე შეჯიბრისთვის მომზადება. აპრილის ბოლოს მექნება სტამბოლში შეჯიბრი. არამდე მქონდა ტრავმა და დასვენება მომიწე 1-4 დღე. რამე გამოტოვე რამე ტურნირი მაგიტო? ხო, ტურნირები მე ბედნიერები იყვნენ იქ. ძა. ის ტიპი ბედნიერი იყო, ის ამერიკელი კი არა, ჰოლანდიელია თუ ვინა. რეზიდენტ ტიპი რო ვიდეოებიც რო არა. სპორტსმენი არ მარჯერა. დევონზე იძახი, კანადა. აი რაღაცნაირი პროჭი რო არის, არ ვიცი, შეიძლება ახლობელი იყოს შენ, მაგრამ აი გაგიკვირდება და კაცი დამეხმარა რომ მომერჩინა ხელი. მართლა? ბოლოს დაძმა კაცდი? ამერიკაში წამიყვანა და ძალიან ძვირადღირებული რეაბილიტაცია ჩამიტარეს. მაგის გეთქვა ჩვენებისთვის აქ ყველაფერს ვაკეთებ ძმო. ანუ აღარ აგინო. დავაი. ბოდიში რა ქვია? დევონი. ტრევან, I am sorry, this is არა, ჯერ სახელს ვერ იხსენ. მე სახელი გითხრეს, მაინც არ გაგახსენდა და ეხლა გითხრეს და სწორადაც ვერ ამბობ. ანუ აი მაგსაკცელთ მახსოვს, გაიგე? მაგსაკცელთ მახსოვს. ვერაპატია. მე ვაპატი. מחר მოვერაპატი. ცოტა ფილმის სცენარი იყო რა ჯე. უკბილებო ადამიანი უფრო უკეთ ლაპარაკობდა, ვიდრე კბილებიანი, მე პირველ ადრე უკეთად ლაპარაკობდი და რა. ბიჭო, გაბუჟებული. ეხლა შეჩემო ყველა იდეალური გაბუჟებული მაქვს ზედა მხარე, იდი ნახული. ცემაში დაბუჟებული. და გადაობა გითხრა, ხო? კაროჩე ეხა მოგო რუს რა, მაგ დევონმა. ხო და ის რუსი, კაროჩე ადრე ძალიან მაგარი იყო. ხა დაბრუნდა რომ ჩემთვის და მოიგო რა, მაგისტრის დაბრუნდა იდეაში. ხო და ამბიციები აქვთ. ხო რა, ანუ თან ისეთი ტიპია რომ მე არ მაგიარებს რა პირველად რომ მე ვარო რა, მაინც. მაგას მაინც რომ მივაყენოთ შეიძლება. ხო და ველოდებოდი ხა რა დევონისთვის უნდა მოიგო. და მაგათ შორის გამარჯვებული ხდება და მე. და იმან და 5-0 წააგო ხო და რატო არ გაღიარებს? რამდენი სოფლიო ჩემპიონობა უნდა დაამატო კიდე რომ გაღიაროს? ხო ანუ კაროჩეო მეო მოუგებო. ეგენი ვაფშე ჩვენ ტერიტორიულ მცენობას არ აღიარებენ. სანამ ყნავ, ოს ამის შემთხვევაში ამას შეუძლია და ჩვენ შემთხვევაში ჯერ ვერ ვაკეთებთ მაგას რა როგორც ქვეყანა. მაგრამ ნიჭიო, ეხა გნახეთ იქა პირატებთან. გნახეთ პირატებთან რო იყავი. კონძულზე, ხო. ხო, კონძულზე. შენაც საიდან უვლი ხოლმე, აი რანაირი. შენაც ცუცა ისა. ნახე. ცუცა, ო, ცუცა კაპანაცა. ჩემთვის მაინც ცუცა, ანუ პასიანსის ცუცა იქნება, სუ ეხა როგორც კიჭა, მაგრამ ძენ. ხო და რისი თქვა გინდა מחר? თან უფრთხი ამ ახალ კბილებს და კალატოზი დარტყმისას ვერაფერს ვერ მიშვა მართლა. შენგან შესაძლებელია რომ დააზიანო 20,000-იანი კბილები. არ მოგეწონა ეგ პროექტი מחר? არა, გავგიშ, მე ლევანის გამო უყურებდი მაგ პროექტს. შებილები ყო ისე არავინ არ მაინტერესებდა. ვინ მოიგო ისე? თუ არ დამთავრებულა ჯერ ანუ ლევანმა ვერ მოიგო, მაგრამ როგორც კი ლევანმა წაგო მე შევწყვიტე პროტესტისას ყურება. ანუ ცუცას გამოც არ გააგზეთ თუ და ეხა არ უყურებთ ცეყვავენ ვარსკვლავებს ლევან მე და მინდა რომ უყურო. ხო და სხვათა შორის ქონდა შემოთავაზება ორჯერ. ხო, რატო თქვი? მართლა რა ვიცი. შეტყოვით ცუდი ასაკი. იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ რაღაცაში რო იღებ მონაწილეობას, რაღაცა ცოტა მაინც რაღაცას გაკეთებოდა შეგეძლოს და ეხა ცეკვასთან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ეხა რომ
პირატებს რატო გამოვარდი რა დავალება იყო ეგეთი? რა იყო ხატაობა რა იყო რომ სუბუქი წავედი უნდა ეწია და ამას სხვაგან წყობით წავედი რა მეთქი რაღაცა შეჯიბრები და რაღაცა ხო დაისვენე. საშუალებით კი აბა რა გინდა. ხო და შეჯიბრი იყო მაგალითად ცეკვაში ანუ მაინც შეგიტყუეს. კაცი წავიდა და პირატების თავი მოეჭმია გადაეგო. ცეკვაში იყო შეჯიბრი და წამოსულები იყვნენ ერთი სუხიშვილების სოლისტი იყო მეორე რაღაცაბლი რუსთავის აი მასკლებში უარი უთხარი ხო? ხონდა შანსები. ხო მაგრამ ეხა რომ ამ სეზონს ეს სეზონი რო ჩავრდე ისეთ ხალხი ცეკვავს მე მგონი მაგაზე კარგად ცეკვებდი მე ცეკვავი მასკლებში რომ აი ხო პირიქით იყო და ცეკვავი მასკლებში რომ ხელის გადაწევა და ცემატყება იყოს ხო მოიგებდა რა. ცეკვავი მასკლებში ხელის გადაწევა და ცემატყება იყოს ცეკვავი მასკლები არ უნდა ერქვას მაშინ. და პირატებში რომ ის იყო პირატები ესე ქვია ანუ კუნძული ხო რა. კუნძული. ხო მე კუნძული უყურე ძალიან ისეთი ბუნდოვანი სახელია. ჩეთკოვი რომ ამას შეაფაზებს აუცილებლად იქნებოდა იქ ცემატყება რა. რატო კაი კაცი ჩეთკოვი კაი კაცი ჯიგარი კაცი ვაშკაცი კაცი ხა მე იმას კი ვიძახი რომ ვაშკაცი ითვალისწინებს ვის რა ბექგრაუნდი აქვს და ის ფიქრობ თაფასებს ალბათ ხო ეხა აი ინგლისურს წვევს ხო სპეციალურად ძალით იძახის აი უკან ჩემს ზემოთ ბექგრაუნდი რო ვთქვი ეხა და მე მიტევდი არა ეს არა სხვა შორის ლევან წინ მე მინდა შენი განვითარება აქაც ავღანიშნო იმიტომ რომ ადრეს სტუმრად რომ მოდიოდი ხოლმე არ ხუმრობდი ან აქაიქ ხუმრობდი ისე იყო ეხა მშვენივრად ხუმრობ ორი ისეთი ხუმრობა გაარტყი რომ შვენიერი იყო ამოიღო engagement-ი რა წუხენ ვერ დავიძინებ საათამდე აი რომ დამეძინა 1-4-ს უკვე ვითხოვდი ბაზარია ხამე ფიქრობ ხოლმე ბაზარია ჩემო მტემა კალატოსზე ღამე რა სიძახით ბოლო კოლაბორაცია სხვა შორის ეხლა სიტყვის ხალხი რომ დააბრუნეთ. ბოლო კოლაბორაცია ყვითელ ფონზე ყვითელი შეკითხვებით. აუ მაგაზე ხალხი წერდა. ხო დააბრუნეთო. რატო არ ცემეო? ხო რატო არ ცემე? მოკლათო დახმარება გჭირდება ხო ამის მოკლაში. ის რა უნამუსო იყო ვიღაცა მოგეხმარები. დის მაგაც იმის მე მაგრამ ბევრი შეეძლება. სხვა ხმა ბევრი იგივენაირი მიმდევრობის გადაცემა გააკეთა არ მინდა დავასახელო აი ეს ხო ჰამაკი გიორგი გადაცემა მაგრამ მოდი დავტოვებ საიდუმლოთ ამ ეტაპზე. ლევან ფეხბურთში როგორ ერკვევი? კარგად. ო YouTube აი ლიგაზე. YouTube ლიგაზე ლევანი ძახსო YouTube ლიგაზე თან მე არ ამჭირა. თავდამსხმაში. მე თამაშობ ფეხბურთს იქ ლევანი რო იყოს. მე არ ამჭირა. შენ რა პოზიციაზე ხარ? გამრთობ შემოვალ გოგოებს რო ფუჩუშები უჭირავთ ხოლმე ეგ მეჭირება. შუაში შემოვალ ხოლმე, იმიტომ რომ კალას ვემატები ალბათ არ თვითონვე დავემატებ მე კიდია სიმართლე რო გითხრათ მართლა YouTube ლიგა ბასტო და ქორო ზე მკიდია. აჩიკოს იმატებენ და დაიმატეთ მიდი YouTuberi. აი ეგ არის ნამდვილი YouTube რო ნამდვილი YouTuberi აჩიკო დაიმატოთ კი. კაია. კიდე კაი შეცვალეთ ეგ წესები. ჩაგიჯვით წესებში მართლა. აბა ვინ არის აჩი? ჩვენი ევროპის არხი გამოიწერეთ ამ არხის დასპონსორებულია ის YouTube ლიგა, მაგრამ მაინც იმ YouTube ლიგას ბასტოიან ქოროიან. ნაწყენია რა. ეს წინა ორ სეზონში არ დაუძახეს და არ ათამაშეს და ეხლა არ დაუძახეს რა. მეკიდა, მაგრამ ფეხბურთელები ამოაკლეთ მეთქი გეუბნებით. აი როგორ ჩენა. მუცელი აქვს რა სირბეს. მაგას გეუნე. აი ლევანს როგორც არ დაუძახეს კლაუჭიჩი. ეგ მუცელი ყველაზე ნაკლები პრობლემაა მაგის თამაშს რო ნახო, აი დამიჯერე. ბურთი რო გადავარდე საკითხი შეიძლება ბურთი გააძროს. აი დამიჯერე ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ესეთ ეს არის მყრივი რა. აიგე? მან ძალიან დიდი სხვაობა ლევან. ეს ერთიანად გადაადგილდებოდეს ადამიანი, აი რაღაც აი თითქოს აცვია რაღაცა რკინის რაღაც პერანგი და ვერ დრიკავს, აი ვერ აი agility-ს რასაც ეძახიან ფეხბურთში ეგ არა აქვს, მოქნილობა არა აქვს. ყალეზე მკიდია შეჭი. ინტელექტი აქვს საბანგი. მე ხო არ საფეხბურთო ინტელექტი. მიმიშვი. იცი თუ ბურთი გააჩერა, იმ დღეს თამაშობთ ფეხბურთს და ტიპს 15 წუთი ვებაზრე და გოლი გავიტანეთ. არ იყო ეგრე? ჩემი დედა ვებაზრე ტიპს აუხსენი სიტუაცია და გოლი არ გავიტანე? ჩვენ კარში რო გაიტანე მაღაზიაზე. არა, მე რო იმათ კარში გავიტანე, არ გავიტანე? ეხა ამ თქვა იმათ კარში არ გავიტანე. აბა რა გინდა? რა უნდა შემხდეს ეხა იქ ისეთი რომ არ ველაპარაკო და რაზე ესაუბრე აი რომ გაგვიმხილო რომ ვიღაცამ გამოიყენონ ეს ტექნიკა. აკი მაგის ის გჭირდება რა ერთი გოლი შენთვის არაფერს არ წყვიტავს და შენ ადამიანი ხარ და თუ შეგიძლია მეთქი ისე გააკეთო რომ მე თესლად გოლი გავიტანე თქო და შენც არ მომიკვდა ეგრე დავაბრახო ფეხბურთი არ მევასწრე შენ რამც გწე სტადიონი აი ხუნა ჩახვიდე ისინი მაინც იყო სკუტე სკროლით ჩახვიდე ითამაშო მე ჩამოხვიდე შენ როდის თამაშე ბოლოს ფეხბურთი დააშორო ალბათ ერთი ამათ დავეჯახეთ ამათ ხვდებით თუ ვერ ხვდებით შეიძლება ყველა შეხვდეს 10 წელს ფეხბურთი თამაში და ამათ მარტო მე შემიშვი მარტო შენ შეგიშვა და 15 წუთში გავიასნა ფიქრი არა დაჟე არ დამჭი პროსტა მივალ და გავიტან რა პროსტა ბუცებს ვერ შოვლო ფეხი რაზო მაგაკ ფეხი 48 ნახევარი რა
48 შენ ნახევარი. კარგია რომ ისა კარში არ გახარ და ხელთმანებს ვერ შოვიდი, დარწმუნებული ვარ. ხელთათმანებს შეკერავ რა. ბუცებს ვერ შეკერავ. აი 48. ინტელექტზე ამბობდი წეგან, რომ კიდე იმაზე ხარ მაინტერესებს. არა, საქართველოში გეუბნები, შეჩემა რა. ხელთათმანს რაღაცას მოუხერხებ ხა. გალანდავ, გამოლანდავ რაღაცა შეგა. ფეხსაც ვერ თუ. ხელთმანები ანუ გააქვენი ზომა? რა თქმა. არა. ბუცე გუდა უში ხელებზე არ ხსივა გინდა ხომ თუ არ საერთოდ გადამრიო. ანუ ცხოვრებაში ძალიან მიჭირს ბევრ რამეში რა. საათს ვერ ვყიდულობ, ხელთათმანებს ვერ ვყიდულობ, კლასიკურ დასაცმელს ვერ ვყიდულობ. ძალიან ბევრ რაღაცას ვერ თავის ზიაც აკედან ზიაც სიკოლიას მიმართავ ხო ხარ სერიოზული გასაჭირი, ხო ხარ კაი ბრენდი. სპეციალურად ხალკისთვის რაღაცა სპეციალურად ხალკისთვის შექმენი სამაჯური რომელიც მოერგება რა და საჩუქრად რო გადავცეთ. კედლისაათო ჩამოხსნა და იმას დაისკოჩო. აი გვიფიქრე ეგ არის ხუმროს მეთქი და მაინც ეგ იხუმრა. აი ხა იფიქრე მე კი ეგ არის ხომ კედლის საათ ჩამოხსნა. სხვადასხვა შენი პროდიუსერი ყდება სიცილით იქ. ეგ შეჩემა მაგ ხუმრობებს ევასება ეგ ხუმრობები. თან ეგეც ათები ხო არის სპეციალურად ის როა ქავის ის ოქროს. არ გაგრძელო מחარ ხა არ მოგეწონა შეხუმრობა და ძალიან გითხო. არა პროსტა ეგ გავიხსენე რა. მოიცი საათ მე ვიცი რომ საათს რო ყიდულობ მე ჩამატება შეგიძლია მე. რა სამაჯური გააკეთეთ რაღაცები. ყველაზე მაგრამ შოპინგს ვერ ვიტან რა. ნუ ზოგადად კაცებს იმიტომ არ რომ გიყვარს. ვერ იტან თუ რატო ვერ ვიტან? არის. ისაც შევდივარ. ჩემი ზომა რა გაქვთ? ხო, ეგ უნდა იკითხო და არა. ეუბნებიან არაფერი და გამოდიხარ რა და. მე ძალიან ნერვი მიშლება ხოლმე. პროსტა რო ისე ირნო. ეხა ვიყავი ბოლოს იმაში თურქეთში, სტამბოლში რა და იქ მითხეს რომ იქნებაო რა ეხა. წავედი ყველაზე ისეთი მოლი რო არის რა ბრენდები როა და რაღაცა და ვერაფერი ვერ ვიშვა. ბოლოს ისეთი გამწარებული ვიყავი, ბალენსიაგას ბოტასებს ყიდულობდი 5000 ლარიანს. მეთქი ეს მაინც ხო იქნება მეთქი ზომა. ვიხდი მომენტ. არა. არ არის. დასასმელი რა ზომას 3XL. 3XL-ი? 3XL-ს მეც ვისვამ ხოლმე დაჟე. ეგ ბიჭო რა ცუდია რომ ვერ რა ხელთათმანიც მოკლედ არა. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანის გასაჭირი ვთქვი. გუდაურში იმენა ხელებზე ქცივა ხოლმე ჩემ. გუდაურში ერთხელ ავარ ამ ყო. შეგცივდა მაშინ ხოლმე ამოვიყოთ. გუდაურში ფეხით ავედი, იმიტომ რომ მარშრუტკაში ვერ ვეტეოდით. არა, სიცივეში ხო, ნუ, ვიცი ხელთმანი ხა ისეთი ის არა რომ ძალიან ხშირად ხმარობდე თუ თოვლიანი მაშინ არ მიდიხარ ყურულზე მართლა. აი ზღვაზე რომ იმებს ყიდიან ხოლმე გოლებს რა სამაში კამერებს. მანდაც აზრი არა აქვს. რა შუაში იყო ახლა. ეხა მაგაში გაგტენიან შენ მაგ გოლში. არა, სულ აიცი? არა. ოდა მაგ აბა რა ბიჭო, მე პირიქით უნდა გეტყვა აზრი აქვს მაგის ყიდვას შენთვის. სულ არ ვიცი და მაშინ წავედი კონძულზე წავედი. ხო და ეგ ვაფშე ეგ რო კითხეს და მოგება გინდოდა. კიდე კაი ცეკვა იყო და ცურვაში არ იყო შეჯიბი. იყო. ცურვაშიც იყო? ცურვა ცეკვა. აი რაღაცაზე გახდით სულად ხო რაღაცა მახსოვს ვერ ვიზაუც გეიმზე ხო, მე მგონი ის უნდა შეცურო იმაში წყალშიო რა. აბა ცურვა რა ჟილეტი მომიტანეთ მეთქი რა. ჟილეტი მომიტანეთ როგორც ეს ნახევარზე მეტეოდა, არ უჩედა. ორი ჟილეტი. აი ხელა რაღაც წვრილ პლასმაზე იყო დამაგრებული. ეს გავხედე მეთქი. ეხა ეს უეჭველი გატყდებოდა ეხა იქ რაღაცა დავიწყებდი მე და მე არ მინდა წარმოვიდგინო სიტუაცია როცა შენ იხრჩობი ბაგიფაროს და ვიღაცა უნდა ამოგიყვანოს იქიდან. ხო და იქიდან ვერავინ რა მომიტანდა. მაშველი რომ მოდის და ხო და მაშველები ხო თიშავენ ხოლმე პანიკაში როა რა. ტიპი ხო თიშავენ. თიშავენ? ხო, იმიტომ რომ შეიძლება ხელი უბრალოდ ისიც დაახჭო რა. მართლა გეუბნები. პანიკაში რო ხარ, ან მაშველი რომ მოდის, შეიძლება წიხლი მოგცეს ის მართლა გეუბნები, იმიტომ რომ პანიკაში რო ხარ, იმასაც შეავიდ მე ეგრე. მე აღარ სულ არ ვიცი. ეხლა წარმოგიდგენ ის რომ ის გათიშვას რო ცდილობს, ეხლა შუა წყალში რომ ამის გათიშვას რო ცდილობს და რო ვერ თიშავს. ანუ იმიტომ რომ შეიძლება ჩაგითრიოს რა, ეს ხო შენ უნდა მაგ დროს გაითიშო და ესე მოგათრევს მე რა. თუ არ მოგათრევს, უნდა გაჩერდე პროსტა და ის იმას ხო, მაგის შანსიც არ მქონდა, ვერ გამთიშავდი. ხო, შენ გათიშოს რავი ეხლა. ხო, აი მაინტერესებს მაშველი. იციან რა. არა, ანუ შენ ბიჭო, შეიძლება დარტყმით, შენ მართლა გეუბნები. ბიჭო, მართლა გეუბნები, რატო იცი? ანუ ეხა ვიღაცა რო იხჩობოდეს, ეს შევაჩვერო ჩაფის. პანიკაშია. ვიდეოები არ გინახავთ ტიპი რომ პანიკაში არის და ეს რო ითრევს. არა. ქართველი მაშველი არ გინახავს, ხაი ყვარიდან საიდანაც რო გამოყავს და რო გადიოდა რო უღრიალებს, გაჩერდიო. ბავშვობაში გადიოდა მაშველების სერიალი. პამელა ანდერსონი თამაშობდა. არავის არ გაუთიშია იქ, რავი, ანუ. კომენტარებში დაწერეთ, ჩემი კარგი მე რო არ ბაზრობ დაწერეთ კომენტარებში. ბიჭო, ქართული ვიდეოა და მაშველს გამოყავს და ეს აგინებს რომ გაჩერდიო რა, ანუ ითრევს ამ მაშველსაც, ის რომ პანიკაშია. მე გაეთიშა თო არისო და ხო და ეს ვერათიშავდა, იმიტომ რომ ეს საკეთ ვერ იმაში იყო რა, მდინარეში იყო და ის მაშველი რომ შემოდის ხო აქ ის
ბიჭო, პანიკაში ხარ, მაგას ხო უნდა მოფიქრება, რომ ამას მოკიდო ხელი და აღარ ჩაიძრები. მაგ დროს აფარტხარ, პანიკაში ხარ, ამიტომ ურტყავენ ხოლმე რომ გათიშონ რა. ანუ წყალში მეგობრებო თუ დაინახეთ ორი ტიპი ჩხუბობს. ოზას რასაც მაშველი იყოს და მეორე იხჩობა და ნუ ჩაერევით ეხლა რა მაინც. ოზას რაც იქნება ჰალკი და მაშველი რო იქნებოდა და ეს მაშველი ურტყავს რომ გათიშოს. მაშველს რომ გათიშავდა. მაშინ მაშველებს რაღაცა ეკიპირებაში პატარა დუბინკაც უნდა ედოთ ხოლმე, რა. ხო, ან კიდე დამცინე. გეელექტრონი ეგრეა მეთქი და ან მაგას გონო წყალში თუ იხსენებთ ფარტხალი არ დაიწყოთ გაჩედით პროსტა რა. მოდი ესე თქვათ. შეიძლება ეგ მართალი იყოს, მაგრამ გათიშვამდე ძალიან ხშირად საქმე არ მიდის ხოლმე, ხო? ანუ ესეც საღუნიშნოთ. არა, შეიძლება 99% პანიკაში თუ ხარ, გამოყავთ? აზრი არ აქვს, უნდა გაგთიშონ. პანიკაში თუ ხარ? ხო. პანიკაში თუ ხარ, მოკვდები და მოკლავ იმასაც. ბოლოს კი გაგიშვებს ხელს, მაგრამ ჯობია რომ გაგთიშოს, რა იქ რაღაცა ბიჭო, ეხლა მაგდენს თუ ფარტხალებს შეიძლება გამოვცურო შენითაც. ეგეთ პანიკაში თუ ხარ, არა? ჩემი კარგი, გეუბნები. ლოგიკა არის ხარ. არა, ლოგიკა. ლოგიკა კი არ მართლაც გეუბნებით მეთქი, ბიჭო, რა ლოგიკა? იცი რა არის შენ რო ამბობ უბრალოდ ეს კბილებს გეფიცები. ო, მე ნანახი არ მაქვს იმის გამო რომ პირატული საიტებს აჯმეინეს. კინოში გადიოდა წასულიყავი და გეყურებინა. არა, კინოში არ გადიოდა. Netflix-ზე დევს. Netflix-ედებს თან. Netflix-ი გააგშენ თუ არა, ინგლისურად მაქვს, მაგრამ ვერ ვიგებ. აჰა. ნახევარ ფილმი ქართულად არის. მე ნახევარში ხომ უნდა გადავიხადო ფულ ინგლისურად რო არის და. კრის ჰემსვორთს ეჩხუბები, ხო? არა. არა. არ მაჩხუბეს. ვეხვეწე რომ მეთქი მაჩხუბეთ მეთქი არა. თორი მე უნდა ვთქვი ეს ფილმია ოლე არ მაქვს. ეხლა ეს ჩამტორიო შენ ეგრე არ არის. ფილმია და Avengers-ში სხვა დაგიძახებენ მომავალში რაღაცა. ნუ, არ ვიცი, შეიძლება. შენის ის ხო აქვთ უკვე, ანუ დოსიე ასე ვთქვათ. იმედია იმაში გნახავთ რა. რის როლს? ჰალკის როლს. კავკასიური ჰალკი. შენ არ გაქვს ხო ნანახი? კავკასიელი ჰალკი. მახარ. რა? ნანახი გაქვს Avengers-ები და ამბები, მარველები ნანახი. კინოს როგორ არ უყურეთო? ხა მაგრამ ნერვები მომეშალა. გეტყვი იცი რა. რამდენი ვიწვალე? უყურებ, განა არ უყურებ, მაგრამ ქართულად ანუ აზრი არის, ინგლისური არ ვიცი. ერთი თუ ორი თუ შენი ავტომატი არ ფრაზები- გამიგდია ხელიდან იმენა. შენი ფრაზები დანახი მაქვს ამოჭრილი თალკი ქართულად ეხა მაგაზე არ ნერვიულო კაცო. მაგრამ თვალიანი ფილმი არსი ხომ უნდა გავიგო. არ ვიცი ინგლისური, what is your name? არა, ჯერ ესეთი. აი, ეგ ხო მეორე ნეიმ, ნაწილია. ხო, მე ხა პირველს უნდა ჩაუჯდე. იქ ხო ინგლისურად არის. იქ ინგლისური. იქ ქართულად არ არის. მაგრამ ხა პირველს ჩაუჯდა, მახარა ვერ გაიგო ვერაფერი. ინგლისურს რატო არ სწავლობ? რა? აი ეს უკვე ნახე, ეს უკვე სწორი შენიშვნა. ხახი იმიტომ სწავლობს ინგლისურს, რომ ფული იშოვს. აი მე რა ჩემ მარტო მაგიტო, აპარატ. კარგი. მაგალითად ორიგინალში უყურებ ძალიან ბევრ საინტერესო ფილმს. და მაგის გამო და ვისწავლე რო ინგლისური. ჩაგიჭრიან აქ ქართულ არხებს თუ იმებს საიტებს, კი რა თქმა უნდა გეწყინება ეს და მაინც უნდა გამოვთქვა პროფესიულად. ტელეგრამზე დავამატეთ Netflix-ზე დაждები და უყურებ. შავი ზღვის პირატები, Black Sea პირატს ესე ვარ და დავამატეთ რა თუ შეიძლება ტელეგრამის არხზე. დავამატეთ ტელეგრამზე წარმოიდგინე სათითაოდ მახარო რომ მოგწერთ. ინგლისურად ლაპარაკობს. აო, რას არ მივცემ. What? Of course. Nice. ანუ რასაც ლაპარაკობს რომ მაგას ინგლისურად ლაპარაკობს. Fucking man. ესე ბაზრობს ხომ? აი შენ ოკეი, აი რაც გაახსენდება 5 წამში ერთხელ ახალი სიტყვა გაახსენდება და მე რა მეზარება ინგლისური როგორ არ მჭირდება. გეუბნები გერმანიაში. მე რო ინგლისური ვიცოდე. არა, ინგლისური სოდნა კარგი არის უბრალოდ იმისთვის, რომ ძალიან ბევრ რამეს გაიგებ. შენ იცი ინგლისური? არ იცი რომ ვიცი? არა, იცი თუ არა? არა, ხო იცი რომ ვიცი, რას მეკითხებ? არა, მაინტერესებს გეკითხე, იცით ხო? რა მეცი როგორი ხალხი არიან ეს ამერიკელი მსახიობები? მართლა ზედ დაფუფუნებენ თუ ჩვენსავით არიან? აი ის არის რომ აი ტრაქზე სამ დაждდება რბილს უფენენ დრო ეს დაჭდეს და რაღაცე. აი ხა კარგზე შენ არ გითხრია ტელეფონი რატო აიღეო? გადაღებაზე ვარ რა მახარას. აი ხა შენ ამისთვის არ გითხრია რა. ტელეფონი რატო აიღე ხელშიო? აი ხეუტები. აი ხალხი აქ ხო ხარ? ხომ იყურებთ? აგერ ნახე. მე ხო თვის ტელეფონს რატო იყებ? აი ხა ვნახოთ. რა ფორმით ეტყვის? ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო, ხო, როგორც ხვდები? სახლის გასაღები დამოვიწყდა და საქმე გასაღები რა ხო რაღაცები არის. აი, ზრდელია ხა რა. ადამიანი ლაპარაკობს და ეს იქნება რაღაც საქმეზე რას ლაპარაკობ? იქნება გააწყვეტინო, მე ვერ გაიგო. აი, თელ გადაცემა ტელეფონს ვიღებ ხომ? აი, ჩაირთვება რა ტელეფონს პოსტა მაინტერესებს შე როგორ გეტყოდა რომ სტუმარკაც პატრიონის ბაზარი მასპინძელი ქართულად არის ინგლისური არ ჭირდება წაიკითხე სტუმარ მასპინძელი წაკითხული მოგდი საერთოდ სხვა რამე წერია საერთოდ სხვა რამე წერია ტელეფონზე პოდკასტის დროს რო გირეკავ სტუმარს არაფერ უთხრა ვეგარ ეწერება
მაგრამ თვითონ სტუმარი ტელეფონით არ უნდა შემოვიდეს. ეგ შენი სივრცეა და ვის როგორ შემოუშვა. ხო და ეს ხალხი მაინტერესებს. ეს წუთი გიორგი, მე ჰოლივუდში ლაპარაკობ. მიდი. შენი ლაპარაკა შენ ძმაზე, ლოქ ცოტნეზე და ვიღაცებზე. ვინც აკავს გუნჩი გააჯო. აი ჰოლივუდში მაინტერესებს ეს, ანუ აი მსახიობები, აი ეხლა მე მგონია რომ მართლა ეგრეა, რომ აი რო ჯდება ფორმულა 51-ში რომ ეს ბილი მას უფენენ რომ დაჭდეს და აბა არაფერი და ბაჭდისა და რამე ხო არა. თუ ზე კი მიგდებული ყავთ ეგრე სიცივეში. მეც ეგრე ვიყავ. არა, ჩვენ ქართველები ეგრე ვართ, ეგრე ვიღებთ აქ ფილმებს, მაგრამ იმათთან როგორ არის თქვა ის? არა, იმენ რო იყო ორი მონა მყავდა. იმენა მონები მყავდნენ, შეულებრივად რას ძვირდოდი. მაგარი კითხვა ქონდათ ხოლმე, ანუ ესეთი რომ are you happy? ანუ ბედნიერი ხარო და თუ ბედნიერი ვარ, ანუ თუ არა ხარ ბედნიერი, უნდა მოაგვარო რომ შე ბედნიერი იყო. არა. რა მონა ეგ მოსამსახურე ყოფილა. მონა ვისო გადა. ანუ მოკლედ არიან. აი მონებია. ძალიან მაგარი იყო რა მართლა. ანუ პირობები, ყვება კარგი იყო და ყვება იყო რა 20 კინო მომიმატა იქ რო ვიყავი. ანაზღაურება როგორი იყო ლევა? მე რაც მაინტერესებს ახლა დიალოგია და მაგრამ ნეონალა შეგიყვანა რა, რომ აი ფილმის შინაარსი გასაგები. ანაზღაურება ნორმალურია. დოლარში. მაგარი მანქანა ყავს. თან ხელფასი ყოველ კვირა იყო. არ აგვიანებდნენ? არა. ვა. თუ საათები გადაცდებოდა მაგალითად სამუშაოსად მე რა ვერთ. მე. და დოლარები რა ჩაერცხა და მოდენ are you happy? ეკითხებოდა ის. ორი ადამიანი. მაგარი, არა, მართლა კაი მანქანაა. ანუ გადაღებებზე მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგად დაალაგებულად, ორგანიზებულად არის. კი და ანუ რა მინდოდა მე თქვა რომ ანუ რაც მინახია და რაც გამკვირვებია ერთი იყო რომ მაგალითად აქ საქართველოში იღებდნენ რაღაც ინდურ ფილმს და იმაში ვიღებდი მონაწილეობას რა და იქ ყავდათ ეს ინდოელი ვარსკვლავი ჩამოყვანილი. აი მაგას რეებსაც უკეთებდნენ ეგ მართლა დაფუფუნა. ასაკს უკეთებდნენ თან და რაღაც ხო? აი რავი დაფოფლდნენ. ყველაფერს უკეთებდნენ. იმასაც იმასაც უკეთებდნენ. შენ რო გაიფიქრე. გეუნ ინდოელი მაგრები არიან. ნასკერს აცმევდნენ და რავი. მე აბა სერიალის გადაღებას დაემბარეს 9 საათზე მივედი და არავინ არ იყო ანუ პირველი მივედი ანუ და მეთქი უკაცრავად ვიღაცა გვიჭა თუ რაღაცა და ნახდებოდა 9-ს დაგიბარეს ხო ეს ეხტე პირველად ხარ ხო მეთქი პირველად მე მოვიდნენ 11-ზე დავიძარით მე თუ 12-ს ნახევარზე ეგ წვენი მაგიტო გაიზარდე გადაღებისთვის შესწიოს თუ შენ გააწყვეტე რა არა კბილები ჩავისვი და რომ დავფარო ეს ულოში მართლა მაინტერესებს ეხლა რაღაც ეს დატოვებული გაქვს თუ 10 და თუ არა შენ თიჩალი ბოდიშ ვერ მომწესრიგდი ხარ რა არა მოწესრიგი მასშტაბი საგა გაზრდილი და აი ეგ ბაკები გაქვს დატოვებული ინდოელები და რატომ მეთქი გეკითხები ეხლა თავს ვერ მოწესრიგი შენ ბიჭო ხوارა ბიჭო, აი შენ გონია მე რომ სტილისტურად კარგად გამოვიყურები, ანუ თურქული ბლანჟე გინდა რომ გააკეთო. ვაფშე, ეგა წოველებს რომ გძინა. მამა ჩემის მაკაცი თოტო მელაპარაკები. თან რო წაუჭურჭლობ. ეგ ვერ გავიგე ჩეჭემა, ანუ თუ თქმა გინდო და გეტყვა თავის ტონალობა. არა, ეგ მეც ეგრე მეუბნებოდი ხო. მიკროფონში თქვა. თბილისიდან ჩავედი ერთხელ ბლანჟეში. გორში ჩავედი ბლანჟეთი რა, ეგეთი ბლანჟი, ოღონდ ცარიელი ბლანჟი მაგ დატოვე და ეს ხო უბანში შევედი რა, უბანი მეშინად ხოძია ხო განაბიჭე და ეს მიყურებ. წოველი. წავიდრე. ეთყობა გო. просто ბლანჟეთი ჩავედი შე. აქ ჩაეს და რა მნიშვნელობა აქვს რა, ეგ იძახი რა, იმათ თურქებს მაგიტო აქვს ეგაო რა. ძალიან საინტერესო თემა შემოიტანე, ალბათ აი ჰოლივუდში რა. მე აი ლევანისგან გადმოვიდი, იმიტომ ინდოელზე ყვებოდა. ლაპარაკობდით ჰოლივუდში როგორ იღებენ ფილმებს და ვადარებდით აქაურობას. ხო? და წოვაზე საიდან მივედი? ანუ შენ გაინტერესებს მარტო აი ეს დაუქანავეს თუ არა იმას? არა ძმა, უბრალოდ მაინტერესებდა რომ კაცი რო იძახის რომ იქაო ისე დამაინტერესდა რომ როგორი ისინი იყვნენ რა, ანუ ყველაფერი შედიოდა თუ არა რა. ჩვენთან არ საიდან საწავე. ესე. მე წავედი თქვენად დაიწყეთ ლაპარაკი. ხახო დაწერეთ კომენტარებში რომ ფუ ჰალკი, იმიტომ რომ ამიტომ დამაბრალა ის რაც არ გამიკეთებია. ხოთ იმის გამო რომ ხალხს შეუძლია ჩემი სულიერად დამცირება და ფიზიკურად რა თქმა უნდა ის ვერ შეძლებს ვერაფერს. სულიერად შეუძლია რომ დამაგდოს, ამიტომ დაწერეთ რომ მახარას შეეშვი. ჰალკი შეეშვის აქედან მარცხენა მხრიდან და რაღაცა შეიშრე რა. გარეგმას არტერიიდან ცოტა შორს დაიჭირო ხელი შეგიძლია. ისა, იმიტომ რომ არტერიასთან ძალიან ახლო გიწევს. უეჭველი კითხვა გექნებოდა, გავიცანი თუ არა კრის, გავიცანი. არა, ეგ ნახე, TikTok-ი კი არა. TikTok-ზე ნახე, დადგმული. ნომერი გააქვს? ბიჭო, არა. პატარა კანალები მაქვს, იქიდან მინდა რაღაცა მანქანის ნაწილები ვზიდო.
ავტომატი და რომ გავიდე რა იმაზე რომ რაღაცა პატარა ისინი რა. არა, კაი კაცია ეს. ესეთი რა, უბრალო კაი ტიპია. ვაშკაცია. სხვათა შორის პირად რომ დავინახე. იმან, ხო, ჰალკიო. ანუ ისეთი რეაქცია ქონდა, რომ გეგონა მე ვიყავი კრის ემსვორტი რა, ისეთი რაღაცა მორიდებული, რაღაცა ისე მოვიდა რა. ეგენი ბიჭო. ეთქობა კუნძულს უყურებდა და ამერიკელები. ხო, კაი ტიპია. მაგრამ ცოტა აი როგორ რაღაცა არის ეს. სვა, უცნაური გზნობა იყო რა, იმიტომ რომ მაგალითად ეხა სპორტსმენი, ცნობილი სპორტსმენი შეგიძლია ნახო ეხა წავიდე თამაშზე რაღაცა. ხო, მსახიობს ესე მსახიობ კი. მომღერალი წახვალ კონცერტზე ნახავ. ანუ იდეა შეგიძლია რა. აი მსახიობს ვერ ნახავ რა, კინოში. ნახო რა. კინოში ცოცხლად გეუნება. წითელ ხო, წითელ ხალიჩაზე რა, მიხვალ და ნახავ. რას ვერ ნახავ? ნომინირებული თუ არ არის წითელ ხალიჩაზე დაპატიმრებული. ეგეთი მსახიობი რა ჩემყლად გინდა რომ ნახო. წითელ ხალიჩაზე თუ არ დადის რა, ბიჭო, აქ მეც დავგორავ. წაჰამ ნახე. მან აი წითელ ხალიჩაზე რა, იმ მსახიობს რო ეძებ, რა ის რო არის რა უკან. წითელ ხალიჩაზე ეს არის მიხვალ როგორც გინდა ის არის. იც, მაო. ნები შენ ამერიკაში ჩასვლა თქვითორე. თეთრას რას გინდა მიხვალ შენ ჩემო. აი. ამერიკის ვიზა გაქვს ხოლმე. მქონდა აღარა მაქვს. გადააგდე? თუ გადაუწიე ხელი. ვადა გავუვიდა. თუ ელშტონი ვადა გავუწია. ეხა მივედი ხო საკუნალოდ რო ვიყავი ამერიკაში დასულე, ერთ თვიანი ვიზა ჩამირწყეს. აუ ეგ რა მაგარად ეხავს. Okay, hello Elch. This is Hello Levan. Elch. Please Visa Mastercard. Pechat. So ნარქომია შინაირულო. ორსაბათ შედი. თავიდან გადაარტყავენ რა წლიან. ჩვენ გვაქვს თემები, ახლა არ გაჩერდება არაზე. ამოიღე, წავიკითხოთ რა არის, გავერთოთ და ერთი კარგი საღამო გავატაროთ. სხვათა შორის ევროპის არხი ძალიან მიუახლოვდა 50. 50,000-ზე ჩემი კარგი სტრაკი ისე როგორც გათამაშდება. არასდროს 1500 მაყურებელი დარჩა, გამომწერი. ლაივ დასწრება იქნება. ლაივ დასწრებაზე რომ მოხვალთ, ყურადღებით იყავით. აქ რომ მოხვალთ, აქ ძალიან დიდი სურპრიზი გელით. ჩემიკა. აი მე რომ მიკეთებ ამას ხომ არა, მაყურებელს შეიძლება აი ვითხრა. რა მაყურებელი? გელით შეჩემა რა. არა, სულაკში გაიკეთე ეგ, აი ეს დაუწევოთ მაყარა, ზაძეც გვაჩვენე. არა, შეჩემ გელით თქო. ხო. აუ, ხელი ვეღარ დამირწყა, იმან თუ რეპიში არ გაიქანა, ბილი ვიყო რა. ჯერ შენო პროდიუსერმა გაიქანა და მე გავიქანე 50,000-ზე ხა? 48,500 ხონდა ბოლოს, რომ აი ამ პოდკასტს სანამ დავიწყებდით ჩაწერას ეგრე აქვს. შოთა დარბაიძის ბანკის ანგარის ცოტათი გადავსდით. კი. დასუსტები ხართ. შენ YouTube არხზე რა ხდება? ეგ რატო არ ვკითხე? შენ YouTube არხზე. შენ საკუთარი YouTube არხი გააქვს? შედი ნახე. აჩიკო. რამდენი გამომწერი? ეს არის ევროპის არხი, ეს ჩვენი არხი არ არის, ანუ ჩვენ ცალ-ცალკე გვაქვს კიდე. აჩიკო, მიდი ნახე რა და ჩემ არხს დაულინკავ მე. აქ გაბაგა. აქ მომხანე რა. 775,000 გამომწერი ყავს. რა, როგორ შეჭება და მე ვითამაშე იმაში კრის ემსვორთთან. როგორ ეხლა გაიკვირდა? შენ ნახე რა ინდუსები არიან თუ არა. არა, საერთაშორისო. არა, ინდუსები არიან. 30%. არა, რა გინდა, გამომწერია კაცო. ნახვა რამდენი აქვს? თქვი, შეჩემა არ აქცევს. გადავა ჰაიპი და არა, ეხლა. არჩე ეს მომემატა მე ეს პატარა კაცთან ვიდეო რო ჩავწერე, მე გარდაიცვალა ეს პატარა კაცი. ესა თურქეთში? თურქეთში არა. არა, არაბი იყო, არაბი თბილისში გადავიღოთ. ვაიმე ისა. მაგ ერთი ვიდეოთი მოგემატა. აზიზი, ხო. 200 მილიონი ნახვა. ხო, შორტებში მინდავს 200 მილიონი ნახვა. შორტიდან მოგემატა. შორტი გავარდა. ნახე מחר. და რამდენი შეიძლება სპონსორი? გახარდა. რამდენი სპონსორი ყავს? YouTube-ს. YouTube-ს ერთი. აი მე 251 გამომწერი ყავს და 780,000 სპონსორი. ო, რა გადა შეიძლება ახვიდე და მე ვაფშე არ ველოდებოდი ახლა მაქსიმში. מחר მილიონზე თუ ავა ის ახალი ბათონი ექნება. ეს და ემილია TV ერთ იმაში გავლენ შეჭება კანალში. მილიონზე რო ავალ, მოვალ იმით ოქროს იმით. ოქროს ბათონი ექნება. გადაგარტყავთ. מחר შენი სილუეტაც ვერ დაუბლოკავ, რომ გამწყდარი გაქვს. აუ რა კაი ყოფილა ეგეთ ხმობაზე სიცილი კბილები რო გაქვს. მე სილუეტონი აღარ მაქვს დაამტვრი. დაამტვრი რა. შენ თავზე გავა. სილვერი? შენ დაამტვრე ხო? მე ამ ტეტრახში გავიკეთე. ეხლა გლობალური კაცია, შენ არ ხარ გლობალური კაცი, ინგლისური. ვინ არის გლობალური?
ორ რაღაცა ვიღაცა ფილმში ითამაშა და ეს არის გლობალური. Hello Elch, აი ეგეთი ადამიანი გლობალური ვერ არის. Hello Elch, Visa Mastercard. მომიყვანე ძმა, აზიზის ნაირი კაცი. წარმია შენ ძმა მომიყვანე. ერთი თვე შეჩემა ნახვებს დავდებ რავი. მართლა რას მოკიდოს ხელი, რას მოკიდოს და ჩემ ძმას მოკიდებს ხოლმე ერთ ადგილზე და აი შველის. მეთქინა ხელი გამიშ. მადლობა. ან კითხვა როგორ იცის? ინგლისური ხო იცის? აჩიკოს ხელს რადგან წაიკითხავს ეგ არის. ამობეჭდილია. 1959 წელს ავსტრალიელმა ალფრედ დინმა სოფლიო რეკორდი დაამყარა და ანკესით დაიჭირა ყველაზე მძიმე თევზი. დაასახელე ამ თევზის წონა. შორს ვინც იქნება ქაღალდისგან უნდა აწყოს თევზის ორიგამი. მაგრამ ნუ ორიგამი ქვია. ყველაზე დიდი თევზი შეჩემა მე ჩერნობილში ვნახიყო 9 ტონა ლოქხოდა. მაგას ხო დაიჭერდა ნახევარი ტონა. არა, ეხლა უნდა დაწერო რამდენი კილოგრამია რეკორდული თევზი, რაც დაიჭირა იმის წონა უნდა დაწერო. და არ უნდა წააგო. ავსტრალიაში დაიჭირა, ხო? ანკესით დაიჭირაო. ხო. ეგ არის გარდამტეხი. ანკესი რაღაცებს ხო ვერ გაუძლებს. ტონამდე უძლებს შეჩემა რას ვერ დაუძლებს. შენ დაწერე ტონა. უეჭველი დავწერე. დაჟე მეტი მიწერია. ანკესით რამდენს დაიჭერდა? ციფრი დავწერო პროსტა? ჩემი მაქსიმუმი არის 140 კილოვანი თევზი. შავ ზღვაში დამიჭერია. 367 מחარა 120. 60. რა 60? შეჩემა 60 იყიდება ვაგზალზე თევზი. ნახევარ ტონაზე მეტი არის. მე ვიყო ანკესი? არ ვიცახდი, ტონაზე მეტი იქნებოდა თქო. ზვიგენი იყო? აუ რა თევზი ჭედა ზვიგენი ამოვიდა. ზვიგენი თევზია, თევზებში არის. კომბოსტო, ზღვის კომბოსტო არის ზვიგენი. ყალა, მიდი ააწყე ზმა. ანკესით რანაირად დაიჭერა? ამჯერად. აგზა ჩვეულებრივად აკესები გამოიგონოს ეხა ამერიკელებმა. აი ხა უცებ მომინდა, აი უცებ ჩემ გულის ტკივილს გეტყვით. ეხა მომინდა სახში თბილად ვიწვე. ჩაიმედოს და National Geographic-ზე რამე დაცემას უყურებდე. სახლი გააკ. რა უნდა ავაწყო? ბაზარი არა, სახლი მაქვს. ხო მაქვს კაჩიკო სახლი. მაგრამ არ ამყავს 780,000 გამომწერი. მაგრამ ის არის რომ ტრიომანდელი გვისწრებს ყველას. 1,300,000. გამოლეო, მართლა? ემილიასაც უსწრებს. დაიტრი ერთი ვირი, ერთი ჩონგურით და დაუკარი. ჩონგური და ვირიც ამყავს და ურემიც ამაქვს, მაგრამ ზედარავინ არ ამსვავს და. ვა, ჩონგური მართლა დაიტრი. დავაი. თევზი როგორ უნდა გავაკეთო? როგორც შენგან ადამიანი მე ცოტა გამოთავეს, გავაკეთო? ისე მაგისგან მე წავაკე. შეყოლე ცოტა. რას მღერიან ეგენი? სეც. რამის სიმღერა მითხარი, რას მღერის? ხმა უნდა ავიღო. გლობალზე გადიანი და სურუსების კომენტარებია. აი დუნია. შენთან მინდა. მეგობრებო. კაი, დოლი მომიტანე, ფანდური ვაფშე არ უნდა. დოლით. ეს არის პირი რა, მოკლედ რო ვთქვათ, თევზის. აი. როჭი გააკეთე შეჩემა. აი ხო, არე მევინე რა. რა გინდა, რა ტრიომანდელს გინდა დაეწიო ეხა უცებ? რა შედა, ეხა ნახე ნახვები. Hello, my friends. Taco play and Taco teach Mari Panduri. Taco teach and Mari Panduri. მე ფანდურზე ხარ დაუკრა, ხარ მოგეხმარ. იცი და კრა? აბარა. და დაიჯერე რო გითხარი ვიცი მე. კალა მისის თავის საკრავი. ისევ შედგა ჩვენი ტრიო, დიდი ხნის ბიტლებივით. კაი ხანი ვისვენებდით. ჩვენ რა დავირქოს? რავი ზოგისა და ზოგისა და რა. ეგრე როგორ. ბიჭო, ხო გასწავლე, უნდა დაარტყა თქო. ბიჭო, ეს წურწუნიას კლიპში. დაგე ჯაზი არის რა, რასაც დაუკრათ. ჯაზი. ტრიო მანდილი ჯაზი. შენთან მინდა ეგრე ვერ ამღერი ვარ. შენთან აი დუნია რელარიზა განახარე შენთან მინდა კარგად აი ნახვები უნდა დავწეროთ. შენთან მინდა განახარე შენთან მინდა აი დუნია რელარიზა განახარე დადო 9 მილიონი? მეორე სიმღერა მითხარი, დაუდო კიდე 9 მილიონის წერილი. აპარეკა ჩავერთე. ვაიმე აპარეკა. როგორ იწყება? შენთან შახეთო აპარეკა. მოტანა კანკარი.
Farigole justan cisalbasa Şariknebilo Bali Yaşağıristamyo Yaşağıristamyo დიდი მადლობა რომ გაგვაფორმე ძალიან საინტერესო მართლა მელოდიით. ძალიან მაგრად უკრავ. შენი ზომა ფანდური პირველად ნახეთ. მე მგონი რა გამომწერებიც ყავდა დაკარგეთ. ჩვენი ახალი გამოიწერეთ რომ ამის არხი. მოვით ამომაღებინეს ბიჭო. რო გაიგდეთ მაგის დედაოდე. შეკითხულებას. ოდესმე ისეთ ადამიანს თუ შეხვედრილა, ვისთანაც თავი პატარად უგრძნია. შენ מחარ ალბათ. აი, ხო და აი მე არ დამასახელა მეთქი ეგ მინდა დიდი და ვკარო. ადამიანი מחარ არ ითვლება ხო? ანუ ბუმბერაზე არა. ეხლა ნო პასუხო. აი, გამოსაცნობია ხო? ყველას შენ თემა ხარ სადაც მიდიხარ რომ ყველა არის პატარა და შენ ხარ ჩასხმული. შენ თუ ისეთ კატეგორიაში მოხვედრილ ხარ, აი უფრო დიდები არიან და შენ ცოტა პატარად გრძნობ თავს რა. კი. ბევრჯერ ხალხები უფრო რა ბევრჯერ. კალათბურთელებთან მოხვედრილ ვარ. სტრონგმენებიც. არა, სტრონგმენები ეგეთ დიდები აი ჰალფტერ ბიორნსონი რო არის, ხო ძალიან დიდია. მაგას არა ვარ შენახვედრ. არა? აი მაგალითად ზაურ ცხადაძესთან გუზნობ ხოლმე ძალიან პატარა თავს. ძალიან დიდია. ძველი მკლავჭიდელი. ზაური. რამ სიმაღლეა? 2 და 2-ია მე მგონი. მაგრამ ძალიან დიდია. ხო, აი ეს ჰალფტერ ბიორნსონი არის 2 და 10, როგორც ვიცი. კიდე ეს ბრაიან შოუ არისო ძალიან დიდია, უბრალოდ არა ვარ შენახვედრ ეს მაგასაც. ძირითადად ერდები რომ ეგეთ ხალხს არ შეხვდე მგონი. ხო, სადაც ჩდებიან. არ მიდიო. არა, კომპლექსი არა მაქვს. შენ ხელა ხელი მე მგონი მაინც არავის არ ექნება, არა? ბიჭი იქ რატო მორწმუნე ხელი არ ამგონია. ანუ იქ რატო არ მიდიხარ ის რო არის. ხალხ რუსეთში რუსული ის რო რუსულია? აი ამერიკელებსაც ექნებათ. ხო არ გავაკეთოთ და პირველ მინდა შენ ხო არ შეხვდეთ. რა თიკლავ თავს რა შენი ბიუჯეტი რო მართლა რატო იკლავ თავს რა გინდა ბიჭო? ახალი შოუ დავუდგათ. რა შოუ გამანებით ძვისკლები გავაკეთე, გავიკეთე თუ გავაკეთე. ხო და რა ღირდა და ერთ დარტყმაში რო ჩამოვწვი. აი შემოწყმა შენ ვინც გაიკეთა? מחარ. ой უყურნა. מחარ. შეხედე რა. აუჩი. აზი ხარ შეჭი. მას გაუძლებს თქო, კითხე რა. ვერა ბიჭო, მე ვერ გაუზებ. ყბლია თუ დამთხაში ჩავა რა. ია. მართლა მოვიღოთ შემდეგი თემა. მე თუ მოკვდი რა, ვიკბილებს არ მო შეკითხვა 3-ს. რაში იქნებოდი დიდი სიამოვნებით სოფლიო ჩემპიონი? ნუ მე მყავს გარდა სხვა რა. ხო. დაიწყებ თუ? დაიწყეთ მე მევიტყვი რა. მე ფეხბურთში ვიქნებოდი სოფლიო ჩემპიონი დიდი სიამოვნებით. მე კლავტში რომ მოვიდო მოვიქნები, მაგრამ არ მინდა. სროლაში ვიქნებოდი ალბათ რა. მიზანში სროლაში ვიქნებოდი ჩემპიონი. ჩვენ მყავს ოლიმპიური ჩემპიონი სროლაში. არა. გასაგებია, მაგრამ მე ვიძახი შორს სროლაში. აი 20 მეტრზე რომ დადგებიან და უცნებაც არ იცი. სოფლიო ჩემპიონი იქნებოდა სროლაში, ხო? ხო. ფორმულა 1-ში ვიქნებოდი. ახე. სადა რითი აპირებს რბოლას კითხე რა. მართლა რითი აპირებს? თუ ოცნება იყო. ხო რა. ამოიცნებდა და იგორავებდა ორი ბოლიც თუ ასწავდა. სამაგიეროდ წონის ის კონტროლი ექნებოდა კარგი და არ გადაყირავდებოდა. გიოგი, შენ სად იქნებოდი? მე ვთქვი, მაგრამ შენ არ მისმენდით ეხლა, ანუ ფიქრობდი ხო ეხლა თუ რა ვთქვა და რაზე ფიქრობ? არ გამიგემ, თუ ინტერესო იყო. რაზე ვიფიქრე, მე რას ვიტყოდი აბა? ფეხბურთში? აი ბანალური გუნდი იქნებოდი ერთი კაცი შეჩემა. ხო, შენ ხო მარტო უგებდი წეღა, მის უგებდი ამათ, ხო? ტიპი რა. ანუ ტიპსაზე ხარ ფულის გამო რას აკეთებს, რომ შედის ეს სპორტში, სადაც არ უნდა რა. მე? ჩვენ ახლა დავასახელეთ, რაც გაგვისწორდებოდა. ამან ტიპმა იმენა ფული დაინახა იქ სპორტში და მაგიტო არ მინდოდა ხა იმ კაცმა ძალიან სწორი გითხრათ რა შენა და იმ ცხვასა რა ძალიან სუდია ძალიან კაი აუ მართლა რა ხდება რაღაცა არა ახურეს თავზე კარგი ის TikTok-ზე მენა 2 დღეა სულ მე მაგას მიგ ეს სადაც ხარი რა for you გაკა მოყევი იცი შენ ასეც რაღაცა კომენტატორების რაღაც ხო არა ეს ორი გეტყვი ხან ლევან არ მინდოდა მაგრამ მე გეტყვი რა ხდება რა არა რა მოგვარდი თუ არა გასაგებია მაგრამ მე ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო ამ ეტაპზე გავიგე მაგრამ მე ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო თქვა მე თავისუფალი ადამიანი ვარ არა აქ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი
ეს ორი ადამიანი არის გამოგდებული სხვადასხვა ტელეარხებიდან. გააკეთეს თავისი ცალკე. ანუ ორი ადამიანი მე და ტატო, რომელიც ტატო მუშაობს სილკში. გასაგები. ტიპი აქ იჯდა და მეუბნებოდა, "მახარ შენ არანაირ უფლება რა, ეს აი ხალხი ცოდვაო, ეს მანამდე მეუბნებოდა, ხალხი ცოდვაო, მახარო შენ არ უნდა აფასებდე ფეხბურთსო." ეგრო სხვა მუთხრა ამ ორ გამოგდებულს, აიმაც პროჭი აეწვათ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რაც გითხრეს. მე ძალიან შენ და იმ ცხვარსა. მიგაყენებინეს ადგილი. აი ხა დამეც დაგერ. ეხა მიდება ილაპარაკეთ, ხო, როგორი ხომე უბრალოდ რომ კომპეტენცია არ აქვს, ხარ და ხალხი ცოდვა რეებს ილაპარაკებ და აი ხა გითხრეს, უფრო მაღალი კომპეტენციის კაცი გამოჩ და კვარცხლ ბეკიდან გადმოგხედეს და გითხრეს, რომ ესე რეებს ლაპარაკობენ ფეხბურთზე. კარმა იზე ნაბოზარ შენ. აი ეს იყო რა პატარა. შენ ბედნიერი ხარ მოკლედ. მე ვიჯო მე შინაგან მოვიფხანეს უყველაფერი. მე რაც უფრო მეტი ჭუბი გექნება და დაჭამთ ერთმანეთს უფრო ბედნიერი ვიქნებ. კიდია. აი ეს მოხდა ოფიციალური ვერსია ეს არის მოკლედ. ერთი რაღაც გაჟღერება მინდა რომ ტატო და კალა ალბათ არიან შეიძლება თვითონ არ აღიქვან თანამედროვე ფეხბურთის თანამედროვე განხილვის მასტერები. იმიტომ რომ მათ შემოიტანეს გინება პირველი განხილვის დროს. მათ შემოიტანეს ბუნებრივი ემოცია რაც YouTube-ს უხდება და არავის არ აინტერესებს მე თუ რაღაცა მძულს და იმ სიძულვილში გამოვხატავ რომ ზემ კიდია ამითი. ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გამოხატვა და ეგრე მისწორდება რომ გამოვხატო და ამას ბევრი მსმენელი ხავს. ხო და ამიტომ ბიჭებს დაარტყეს და ბიჭების დამრტყმელი ჩემი ტრაქში თითის სტაკებელი არის და მე ტრაქში თითს არავის შევაყოფინე. ჩემ პროქტოლოგის გარდა ეს მიამართლა. მინდა მიმართო ვიღაცებს რომ თავისუფალ აზრს და წესე ტატორს რაც არ უნდა ცხარი და ცუდი ადამიანი და ბინძური ვეძახო. მე ტატო 10 პირველი მიყვარს კალატოზებიდან. აი გიორგი აქარი. მაგრამ აი მას ზემკიდია. 10 პირველი მიყვარს. ჩემი ტატო მიყვარს პირველი. ბოლოს მიყვარს ცოტნე. 10 პირველი რა არის? ეს არის იმერლებმა იციან ხოლმე სიმამრე მყავს იმერელი და აი ათუაჩი და აი თუს ფორმა არის რა მე მეწყინა ის რომ ბიჭო ტატოს არაკომპეტენტური უწოდე შენც მოგგებიან არაკომპეტენტური უწოდე რა შენ გარდა მაგის უფლება არავის არ აქვს იმიტომ შენ იქ რო დაჭდებით აი ეს არა მე შეჩემა მე იმიტომ ვიზახი რომ ჩემს აზრს ხალხი ისმენს და ხვდება რომ რაღაც ამას იმიტომ აკეთებ რომ თქვენ გაბოსწორდეთ გიო რა მოგვარდი დაგირეკა არა არ და ბოდიში მოახდევინე აბა კარტამაში ბიჭო გუშინ მქონდა ლაივი და გავეცით პასუხი ყველაფერი. ისტორიაში პირველი მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში ჩატარდა. დაასახელე რომელ წელს შორს ვინც იქნება მოგონილი სტომატოლოგიური კლინიკის რეკლამა უნდა გააკეთოს გაღიმებით და სლოგანი. პირველად? არ მასოს, მაგრამ ალბათ კანადა რომელ წელს დაარსდა. მაგენი სასაკისო ვაზი გვაქვს ბრატ. 1000 წელს. 1995 900 წელს. წაგება რატო გინდა შენ 1950 მე წელი. მე უნდა გავაკეთო. გრუნივერსი კლინიკა რომელმაც ჩემი კბილები შექმნა. არ არსებობს. გრუნივერსი არა მართლა არ არსებობს. გრუნივერსი. აი რა გრუნივერსი როგორ დაარქმევ კლინიკას ბერბუკის ერთ ნომერში. მახარა მისის უმტკივნეულო თითის მოტეხვის მეთოდი. თუ შეიძლება დემონსტრირება რომ გაუკეთოსო. ანუ იმედია სხვის თითის არა საუბარი და საკუთარ სხვის. სხვის თითია საუბარი. ტრუალებ. ხო, აი მომე გიორგი თითი. მოდი აი. ბაზარი არა შენ ესე აი თითი მათხოვე ერთ წუთი. არ იყოს ლევან. შენ ამხელა თითია. მომე რა. მომე შენ რა გიჭირავ შეჩემ ამოიღე ჩახურეტილი აქ მათხოვე ერთ წუთი ხელი. ხელი მათხოვე ერთ წუთი. რა უმტკივნეულ მოტეხვა შეჩემ. არ მოგატეხავ, პროსტა გაჩვენებ როგორ უნდა. შენ თითზე გვაჩვენე. აი აი ვერ ვიგებ. ხო, მიდი. ვერა მათხოვე ერთი წუთი. აუ რა? რას მხოლს ვერ გავიგე. თავის თითზე გააკეთე. არ მოგამტრო, მართლა კი არ მოგამტრო. პროსტა მათხოვე რომ გასწავლოთ ხო რა. შენ თითზე გვასწავლე. თუ არ და აი შემოგთავაზა ადამიანმა ახლოს ზის. ბიჭო ვერ მოუკეცავ ამას თითს რა. მართლა თითის მომწოდებები. ეს თითის მომწოდებები რომ დაგჭირდეს. ანბანის თამაში. რიგრიგობით ამბობთ წინადადებას, რომელიც უნდა იწყებოდეს ანბანის ასოების თანმიმდევრობის მიხედვით. სიტუაცია არის ოჯახის ფსიქოლოგთან მივიდა ცოლ-ქმარი. დაჟე ანბანი გვიდევს? ო, წინაზე ვერ გავიხსენე. აქ ამ შვიდობა, გამარჯობა, ამ სესიაზე მოვედით დღეს. ბატონო ლევან.
გაგიჟებულები ვართ მე და ჩემ აი ეს ურთიერთობა გვენგრევა თავზე და ამიტომ თქვენთან მოგვასწავლეს რომ ეგ არისო როგორი დიდი სულიც აქვს განდონო ჩაიჯუშე რემს ფსიქოლოგთან რემს ლაპარაკობს დამშვიდით დაწყნარდით ესე იგი პატივცემულო ფსიქოლოგო არ ჩუმდება ეს რაც კბილები ჩაისვა მით უმეტეს ლაპარაკობს გული ამერია უკვე იმდენს ვერაფერში ვერ ვეთანხმები ჩემ მეუღლეს მოდის თვრალი იმ დღეს ბოზები მოიყვანა ესენიო შენ დაგეხმარებიანო არაფერი იმათი ნაჭამით ჩემი დასალაგებელი გახდა ზევიდან ძირითადად რომელი გახდა თვითონ მე ზოგადად ოჯახს კისერზე იგაზის იჭენავე ესე ვეუბნები ხოლმე ზემოდან როა უტუკია ხალხელა ლიმონიანი ჩაი დალიეთ ხოლმე დილაობით დაგეხმარებათ მე პროფესიონალი მეკონე თქვენ რა ლიმონიანი ჩაი ა თქვენმაც არ გვიცდია ჩვენ ლიმონიანი ჩაი ნუ მგონი უნდა დაუჯეროთ ეგ იმს რომ რაღაცა შეიცვალოს ოყნებს ხوار გვირჩევდით ლიმონიანი ჩაის ხომ არ ჯობს ოყნები პატარა ოყნები პატარა ოყნები უფრო პროჩი მე მგონი ჟოზე მაგას ყურობდით ხოლმე მაგრამ მაგარაც არ გვიშველა რას გვიშველი და აბა რომ მოაღებს ხოლმე პირს ეს აღარ ჩერდება და აღარ მეც გამიგეთ ეხა კაცი ვარ და ნუ ეხა ამის კბილებს რო უყურებ აღარ მინდება არაფერი მართლა რა სახში რამდენად ხშირად გაქვთ ხოლმე ტაში გულის ოი მიწამკი წაგიხოს ეგ პირის სულ ეგ რაკერია პირზე არა ფაკ ესე შემიძლია თქვა ანუ თუ ხალი რო დაიმოტოთ კიდევ ერთი ღრეობა იყოს ეგ და ჩემ ოჯახში ოჩახ ბატონო ფსიქოლოგო მე არ ველოდი თქვენგან ესეთ კარგ სწორად მოვსვა გითხარი წავიდეთ მე შენჯერია კი ჩადუდგრე მაგის მეტი მიამისგან არაფერი გამიგია სიღლა ეხა თუ მოკიდე ხელი გითხარი ეგეთ სიტყვებს მოერიდე მეთქი არა ზუ იყოს თუნდაც ხოდია ლეკვირომიზა სწორია შოთა მეგრე დაწერა მაგრამ ეხა ამასოზე ესე უწევდა წყალში თუ გიცდიოთ ჭრაჭუნობს ძალიან წყალში და არ მოგწონს ხისტია თვითონ ხისტი ჯაჭვით რო დააბათ ამოდი ისე წავიდეთ ჩვენ თავს მივხედოთ და ბოლოსკენ მოვიდა ასოციაციობანას თამაში კვლავ სტუმარი ამბობს სიტყვას მახარა და კალა რიგირგო ასოციაციას წაგებული ირჩევს ორი კოქტეილიდან ერთ-ერთს ერთი ცუდია მეორე კარგი აუ არჩევანი შემოიტანა შეჩემა რა ჯავშანი 1 2 3 ჟილეტი კაშხალი 1 2 3 კარავი აჰა არ ვიცი ხომ ამ ზადვარ შენ გულს რაც უნდა ის ეგრევე პიდა 1 2 3 კარავი რა ჯეირანი შენ ირჩევ ავიღო და ისე ავირჩე და ხურუზე მე ვირჩევ აღარ მეორესაც ახსენე რაღაცეები ყრიაში C ვიტამინია აუ იმა ავლიოთ ერთდროულად რაღაც არ ვიცით რომელში რომელი არის დავიცანდი წამ რას ხია ეს ტარხუნა ბიჭო უფრო ცუდი იყო ვიდრე არის ხოლმე იმიტომ რომ იმ შეგზნებით ეს ბოლომდე არ უნდა დალიონ ხოლმე არა რა მოსმაზეა წევით გავსკდებით შეგინთ ხანდახან შარდი რაღაცები ვლევია ხოლმე მოდი ახლა თქვი იმაშენ შეკარგა აგვაცადა 7 გზის სოფლიო ჩემპიონი ხარ ხო 2018 წლამდე გამოდიოდი ევროპა მსოფლიოზე და 7 ჯერ მოვიდა მსოფლიო 6 ჯერ ევროპა და 2018 წლის მერე უკვე აღარ გამოდივარ ევროპა მსოფლიოზე გამოდივარ პროფესიონალურ კლავჭიჩში და ვინმე საქმე ეგეთ შედეგი 7 ჯერ მსოფლიო კი 20 ჯერაც აქვს მოგებული 20 ჯერ რა ამბავია რამდენ ხანში ერთხელ ტარდება ეს 20 ჯერ უყურებთ ყოველ წელს არის
მაგრამ როგორ არის იმ კლავჭიდში ერთ დღეს სტარდება მარცხენა ხელში, მეორე დღეს სტარდება მარჯვენა ხელში. და ორივე დისციპლინაში გამოდიან. ხო და ორივეს თუ მოიგებ უკვე ორჯერ ახლა რა. მაგრამ ეგეთი ტიპი იშვიათია რომ აი მაგათ ორივეს სოფლიო რომ მოიგო, საპრიზო რამდენია? 17,000 ლარი. რამდენი? 17,000 ლარი. მაგიტომ აღარ გამოდივარ სოფლიო ევროპაზე რა. ოლიმპიადაზე თუ იგებ, სახელმწიფო ბევრს გაძლევს რა. მილიონს გაძლევს. ოლიმპიადაზე არ არის კლავჭიდი? არ არის. მაგიტო ახართ ეგრე. იცი რა მოხდა FIFA საიტის შემოწმებაზე თუ არა? არა. კვარაცხელიას გარეშე რო ვართ. ყვითელ ბარათების ამბავზე? როგორ არ ვიცი. კვარაცხელიას გარეშე ვართ. თუ ის გამოჭ. მე მივწერ ამბიც რომ რაღაცა მოიგოს, ეს სტატო კიდე დადგება და ყვითელ ბარათებს ურიგებს და აგდებს ამბიცა და. ტვინი ძმაო რა. კაჩი, დატო, შეწყვიდე, დაუწერეთ დატოს შეწყვიდე ყვითელი ბარათების დარიგება. ლევან, რამე ხوارა აქვს სათქმელი ხალხისთვის? არა. ჩვენ ვტოვებთ ხოლმე 3 წამს ადამიანს რომ ხალხს რამე უთხრას. ძალიან სამწუხარო სო, მორჩა. ძალიან ტკივნეულია რომ კვარა არ იქნება. ეხლა გონიათ რომ კვარა მაგის გამო არა. შეტევაში. აგერ ძმაო, კიცნიში რომ დღეობაზე იქნება. სადა? რამდენი კიცნიში დღეობაზე მოდის მაგის გამო მთელი ამბები ატეხებით რომ ყვითლები ისინი ესენი და ვისი დღეობაა კიცნიში? ვისი დღეობაა? სოფელი ვაწყობს დღეობებს ვაწყობს ხოლმე სოფელი. ცხარი იკვება. გივია ძროხას აკლავს ბებესა. ისა იქნება პურიჭამა, იქ იქნებთ. კაი, მადლობა მოკლედ ლევონს, როგორც ვარაუდობდი, ძალიან კარგი პოდკასტი გამოვიდა. ფუ პოდკასტი. არაფერი არ მოჭრათ. რაღაცები ალბათ შელამაზდება, ცოტა ვიღაცების იმიტომ რომ მართლა პრობლემები შეექმნება ლევან ეგრო დაგიტოვოთ მე ყარაკა. ძალიან ცუდი იქნება შენი იმიჯისთვის მინიმუმ. ისე მადლობა, ახლა რომ აი რა საჭირო. დამინდე. არაფერს მე ხო გეუბნები ახალი კვილები დავზვარ ამ ეტაპზე კონფლიქტები რა. მინიმუმს ამ შევისის ხორცებ და მე მიბრაგუნე რამდენიც გინდა. კარგი, გამოვიწეროთ ევროპოპი 50k სპეშალსაც დაველოდოთ, რომელსაც ფუ პოდკასტი გააკეთებს და ჩემი არხით ფუ პოდკასტი არა მახარა გააკეთე. შენ ახლა გამოწერა უნდა შენ ახლა მიმართ. გამოიწერეთ ჩემი არხი. მილიონზე ამიყვანებ. ლევანს გაუკეთე. გაუკეთე. მილიონზე ავიდე. არა ყავს მაგდენი მოსახლე სადგინა მილიონზე ახვიდე. ისე მიმართო. ახალი ტრენდია ეს იუთუბერები რომ იუთუბერებს რო აჩხუბებენ რინგზე. საზღვარგარეთ ხო? საზღვარგარეთ. აქ იყო ტრენდი, მაგრამ ჩავხურეთ ეგ ტრენდი. იმიტომ რომ ახლა მოიგებდა მარტივად და აუ ჩემი იუთუბერი მანახე ვისაც ვერ მე განახო? ხო. უყურებ. ჩემ წონაში ოღონდ რა. ეხა ეგრე ყველა მომიყანო. ჩამოვალ შენ წონამდე და ჩემ წონაში მანახე იუთუბერი? აი ვინა, პროსტა ვინა, აი ვიჩი, მე 92 კილო ხო? ხო, ვინ არის 92 კილოში? არავინ არა ჯერ. ანუ მოვიკე. ანუ გუნდიშა რომ ჩამოვიდეს 10 კილო რომ დაიკლოს. გუნდიშა რა იუთუბერი არის? ეგრევე დასად მე არა, იუთუბერი. მოვიყვანე კი ისა ხარ იუთუბერი არის. ბასტო ხარ შეჩემ, რავი ეხა. გუნდიშამ რომ დაიკლოს 10 კილო, შენ ანუ იუთუბერი არ არის გუნდიშა. რატო არ არის? ვერ გავი, გადაცემა მიყავს YouTube-ზე. მიიყავს ეხა შემთხვევით დასმული არის, ეხა თქვენი ახლობელია და მაგიტო დასვით თორე არც ის გადაცემა უხდება და არც ის დაყვანა კაცო. ძალიან კარგი. გასაგებია, შემდეგზე მოვდივართ ბიჭები. კიდევ ვინ არის ცოტნეც არ არის იუთუბერი? ცოტნე სუბტასის ლოთი არის, რა იუთუბერი შეჩემ. კიდევ ვინ არ არის? კიდე ვინ აკავს? შენ ძმაზე გული მერევა. მე ვარ იუთუბერი. შენ არა, შენ თვითონ ხარ ლიდერი, რომელიც არის იუთუბერი, მაგრამ შენ ჩაკცემაში. აუ რა. ხელი მომე. ბიჭო, ხო არ გეტყვი? ძლიერი. არა ძალიან. ხო არ გეტყვი? გაგიშვა? სახში გინდა წასვლა? მითხარ და გაგიშვებ. კობრა ახატე. კობრა. ეს არის იზავსე ხარ, იზავსე. ეს ივარ, თი. მე ვიფსო. და ნებისმიერი არის დამო. კლავჭიდში არის ერთი. ეგრე რო აკეთებ? კარგად დააკვირდი სახეზე ამის მე. ამის გაზრდილია ამის. ამას კიდე აკეთებს? თუ მოეშვა, იმიტომ ჩემ დროს აკეთებდა ხოლმე. ბავშვი რო პამპერსის გარშ რო ჯვავსდეს მწნელი რო ეცემა, შეჩემა. აი ეგრე დაეცემი თავისუფალში შენ, ჩემ წინ. ვეღარ ხელსაც ვწევდით, მაგრამ ვერ გადამიჭირე. გენო პეტრიაშვილი მყავს ნაცემი მეთქი ბიჭო. გენო, სად ახარ? აი რა მოდი რა მართლა. რამე მოხვედი რა. აი, მოკლედ, დავამთავრე. ერთი წლის პატარა იყო გენო პეტრიაშვილი. ნაბებ იმენ მაშინ პატარა იყო. ნაბებ მყავს როგორც ის ჩემს კლასში სწავლობდა. ახლა. აუ, იმენ სისხლიანი ხარ. მე კიდე რომ მოვიდეს ახლა. მოვიდეს. დაგემშვიდობით, მადლობა ლევან მართლა იმენ აი მადლობა. ეხლა ლევან დარჩა. გამოვიდა.